ოლიგარქ ბიზინა ივანიშვილს სრულიად უადგილოდ უყვარს ხოლმე, ოცხოში უყვარდა და დარწმუნებული ვარ ახლაც უყვარს, თანხმოვან სს ჩამატება ცალკეულ სიტყვებში. უადგილოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი. ზმნებში, სახელძნებში, არსების სახელებში, ზეცსართავ სახელებში, არ ვიცი, ბევრგან ხშირად გამოუყენებია. ყველაზე ხშირად ეს თანხმოვანი ს ჩაუმატებია სიტყვაში გილოცავთ. და წარმოვთქვამს ასე, გილოცავსთ, გილოცავსთ და მეც ახლა ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით, გილოცავსთ ოჯახის სიწმინდის დღეს, თუ ოჯახური ღირებულებების დღეს, თუ ოჯახის დღეს, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ გულახდილად გეტყვით, არ დავმალავ, საკმაოდ ბევრი მოქალაქე შეეფინა დღეს თბილისის ქუჩებს, მათგან 99%. საღამოს 6 საათისთვის და ახლა 6-ზე მეტია, უკვე 7:30-ია პრაქტიკულად არ დაესწრება დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების საპროტესტო აქციას. ისინი, ვინც ამ ოჯახის სიწმინდის დღეზე თუ სიწმინდეზე ესე თავგადაკლულია, უთ უმრავლეს შემთხვევაში ფსევდოდ თავგადაკლულია, ისინი ახლა ალბათ უკვე რესტორნებში სხედან და ერთმანეთს ჭიქებს უჭახუნებენ და ეუბნებიან გაუმარჯოს ჩვენს ოჯახებს, თუმცა უკვე ხვალიდან, პირდაპირ მნიშვნელობით ხვალიდან, მათგან მცირე ნაწილი, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, გასაკვირველია ამავე ოჯახებს, აი გუშინ წინადღით რომ დალოცეს იმ საკუთარივე ოჯახებს უღალატებენ. მეთქით ამას თუ ვიტყვი, გადაჭარბებული სულაც არ იქნება, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ, ახლა მე ვლაპარაკობ ერთ ძალიან საინტერესო ამბავზე, რომელზეც ყურადღებას ბევრი არ გაამახვილებს, მაგრამ მე ვალდებული ვარ ამ თემაზე გავამახვილო ყურადღება და თავიდანვე დაგიანონცებთ. ეს არის ერთგვარი, რომ არ გაამხელენ ისეთი, რომ არ ჩანს ზედაპირზე თითქოს, მაგრამ ერთგვარი დაპირისპირება, შეპირისპირება უმაღლეს სასულიერო იერარქ, პატრიარქ შიო მესამესა და ერთ პირს შორის, რომელსაც ერთ სამღვდლო პირს შორის, რომლის სტატუსსაც, საჯარო სტატუსსაც მე ჩაგიკითხავთ ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი თუ უნებას მომცემთ, გაგაცნობთ, წუთი და 57 წამი გრძელდება სულ რაღაც. პატრიარქ შიო მესამეს ერთ-ერთ პირველ საჯარო გამოსვლას კონკრეტულად დღევანდელ დღეს ის წარსდგა საზოგადოების წინაშე, თუ არ ვცდები საბების საკათედრო ტაძართან და ისაუბრა, ის რაც ისაუბრა, თქვა, ის რაც თქვა, ამ ოჯახის სიწმინდის თუ ოჯახის ღირებულების, საოჯახო ღირებულების თუ ოჯახური ღირებულებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მან საკუთარი მოსაზრებები გააცნო ფართო აუდიტორიას, აპლოდისმენტების დაიმსახურა, განა არა, სახელმწიფო მედიაც აპიარებს ამ სიტყვას, განა არა, მაგრამ აქ შიო მესამე ჩემი მოსაზრებითაც და ობიექტურადაც რამდენიმე პრინციპულ, კონცეპტუალურ შეცდომას უშვებს და რაღა იხსნილია, ასე ვიტყვი, რაღა შეიძლება პატრიარქის. აი ილიასი არ შეიძლებოდა, შიოსი კი შეიძლება. ილიასი შეიძლებოდა, უბრალოდ ვერ იდებოდით მიზესთან და მიზესთან გამომად შორის არ ვიყავით დაჩვეულნი, ასე ვიტყვი, პატრიარქ ილია მეორეს საჯარო და ხშირ, მოდი ასე ვიტყვი, კრიტიკას. შიო მესამის კრიტიკას უნდა დავეჩვიოთ და მათ შორის ამიტომაც ვაძლევ საკუთარ თავისუფლებას, რომ განვიხილო მისი სიტყვის ბევრი ეპიზოდი, ბევრი ფრაგმენტი, ძალიან მნიშვნელოვანები ჩემი ხრბა წმენით. მოვუსმინოთ პატრიარქ შიო მესამეს. არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე. ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ სამოთხესავით ლამას და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები. ჩვენთან ერთად. ეს ჩვენთან ერთად იყო ძალიან საინტერესო ჩანართი. მის მიხვდა, გზადაგზა მიხვდა პატრიარქი, რომ დამკვიდრდებიან სხვა ხალხები, ასე არ უნდა დაესრულებინა წინააღმდეგობა და შესაბამისად დაუმატა ეს ორი სიტყვა ჩვენთან ერთად, დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად და როგორ წარმოუდგენია პატრიარქს ზრუნვა ერის გამრავლებაზე. ნახეთ, უკვე მოусმინეთ, უკვე შემდგომ გარკვეული 2-3 აბზაცის თუ წინადების შემდგომ ამაზეც ამახვილებს ის ყურადღებას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან უკიდურესად არასწორ აქცენტებს სვამს პატრიარქი შიო მესამე ნაცვლად იმისა, რომ სხვაგვარი מחვილები, სხვაგვარი აქცენტები გაეკეთებინა, პატრიარქი შიო მესამე გაუპედავდა ვიტყვი, ცხადია დამესხმებით თავს, ეს გასიგრძე განებული გაცნობიერებული მაქვს, მაგრამ ერთგვარად აგრძელებს, სწორი სიტყვა ალბათ, სიბნელის ტირაჟირებას. უმრავლეს შემთხვევაში, მოდი კარგი თურმევთ არ ვიქნები ასეთი მკვეთრი და მკაცრი, არასწორი აზრების
ტირაჟირებას აი იმ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ის საკუთარ საჯარო გამოსვლაში შეეხო. რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას. სიმართლე გითხრათ, აქაც შეიძლება რამდენიმე შენიშვნის გაკეთება. ახლა მივაქცია ყურადღება თუ არ ვცდები რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელის არის გვერდით. რამდენადაც მივხვდი ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკებ, უფრო ზუსტი რომ იყოს სხვა ვიდეო ბლოგში გავამახვილებ ყურადღებას თუ ეს ჩემი ფიქრი ამის თაობაზე სწორია. რასაც ბრძანებს ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება კრიტიკული აქცენტების დასმა პასუხად, მაგრამ თქვენი სტემართით არ შევჩერდები, ჯერ 30 წამია გასული, მთელი წუთი და 30 წინ გვაქვს. და ამიტომ კარგად ბრავდებიან და შეიძლება ღმერთმა დაიფაროს ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე თუ გავაგრძელეთ ჩვენ, ეს საშიშროება რეალურია. მე საშიშროება რეალურია სხვა პატრიარქ ილია მეორის სიტყვები გამახსენდა წარმოთქმული 99 წლის 9 აპრილს საშიშროება რეალურია. მაშინ პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა 8-9 აპრილის ღამეს ისი თქვენდა საშიშროება თუ რეალურია, უცხოელების ხსენება სულაც არ იყო საჭირო, მაინც ვერ მოვითბირე და უნდა გავაკეთო კომენტარი. უცხოელების ხსენება კი არ არის საჭირო. თუ მაინც და მაინც ესე პირდაპირ ვერ წარმოთქვამს სიტყვა სექს, ვერ წარმოთქვამს სიტყვა სექს, უსმინესი და ულეტარესი შიო მესამე მინიშნებით მაინც უნდა ილაპარაკოს იმაზე, რომ გამრავლება აუცილებელია დემოგრაფიულ, მოდი სხვაგვარად ვიტყვი, დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვა აუცილებელია, ფიქრი აუცილებელია, იმიტომ რომ ოღონდ იქ რაღაც მომხდურები ან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები კი არ უნდა აღხსენოს თან უარყოფით კონტექსტში და ამით არ გამოიწვიოს ერთგვარი ქსენოფობიური სურვილები არ აღუძრას დამსწრე საზოგადოების თუნდაც ნაწილს. არამედ უნდა გაამახვილოს ყურადღება სწორედ ჩვენს სავალალო დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, რომელიც სხვათა შორის მარტო იმაზე, ან იმის ბრალი არ არის, რომ სექსი არ უყვართ ქართველებს მაინც და მაინც. ხა ასე ღიად ვერ დაადანაშაულებთ მთელ ხალხს, ხო, მთელ ხალხს და ასე შემდეგ. მათ შორის დამოკიდებულია ეს სოციალურ მდგომარეობაზე და ამ ორწუთიან გამოსვლაში შიო მესამე ამაზე სამწუხაროდ ყურადღებას არ ამახვილებს სოციალურ იმ მდგომარეობაზე, მათ შორის პაკეტებზე, სერვისებზე და ასე შემდეგ, იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი. აგრეთვე საუბარია თუ მაინც და მაინც დემოგრაფია მარტო გამრავლება ხო არ არის, ესე ხო არ უნდა შეხედო. დემოგრაფია არის მიგრაცია, ემიგრაციის საკითხები, ის რომ ძალიან ბევრი მოქალაქე გადის ქვეყნის ფარგლებს გალეთ და ამაზე შიომ პატრიარქმა, შიომ კათალიკოსმა, შიომ რატომღაც საკუთარ ორწუთიან გამოსვლაში ამ ფრაგმენტში ყოველ შემთხვევაში სავრცელებს პროპაგანდისტური მედია რუსთავი ორი ყურადღება არ გაამახვილა. გადააჭარბონ რისხობრივად ქართველობას. არ შეიძლება ვაპატიეთ რა პატრიარქი ქველი, პატრიარქი სულგძელი, პატრიარქი ყველასი, მათ შორის არა ქართველი მართლმადიდებლებისა, ეროვნებით არა ქართველი მართლმადიდებლებისა, რომლებიც მრავლდებიან, თუ გდებოთ ასე ვიტყვი, არ შეიძლება ლაპარაკობდეს ესეთი ერთგვარი სიძულვილის ენით. არ არის ამის არც დრო, არც კონტექსტი, არც ვითარება, არც სწორია ზოგადად, რომ იყოს დრო, კონტექსტი და ვითარება. გავბედავ და ვიტყვი, ასე ძალიან წუხარ, რომ პატრიარქი ეს გამოსვლა გამოყენებული იქნება აი ამ ბნელების, ასე ვიტყვი, კაცთმოძულების, ქსენოფობების, ასე ვიტყვი, მიერ გამოყენებული იქნება სხვათვის ჯვრის ჩასარტყამად და ძალადობის საფუძველი გახდება პატრიარქის ეს ძალადობის საფუძველი ან ძალადობრივი ფიქრების საფუძველი სულ მინიმუმ. ამიტომ მოქცეს მადლი უფალმა, რომ ვიზრუნოთ, ვიშრობოთ, ვიღვაწოთ ოჯახის განარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა. აიყურეთ, აქაც ძალიან საინტერესოა. მოქცეს მადლი უფალმა, რომ ვიზრუნოთ ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის. ძალიან საინტერესო პასაჟია და იქნება და განსაკუთრებით მადლი უნდა მოგცეს უფალმა, რომ შევყავდეს კანონმდებლები, რომლებიც არც მოძალადეები არიან ოჯახში და არც მოღალატეები არიან ოჯახისა. და იქნება შეიძლება მინიშნებით, ხა კონკრეტული გვარსახელების დასახელებას არ ვთხოვთ, რა საკონველია პატრიარქს, მაგრამ იქნება მინიშნების სხვა ფორმით. პატრიარქს სწორედ ამაზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება. მაგალითად, ხა მე რა უფლება მაქვს, მაგრამ მაინც მე მოუწოდებ საჯარო პირებს, რომ
ხალატობთ როგორც მე მაქვს ინფორმაციების თაობაზე თქვენივე ოჯახის წევრებს მე თქვენგანს აქ ხედავ მე კი არ ვასწავლი პატრიარქს მაინც და მაინც რა უფლება მაქვს მაგრამ მე ბევრ თქვენგანს აქ ვხედავ და თქვენ ერთი დღის განმავლობაში კი არ უნდა იცავდეთ თქვენს ოჯახებს არამედ დანარჩენი 364-365 დღის განმავლობაში უნდა იყოთ მისი ერთგულები და ირაკლის ზარქუა კონკრეტული თუ კოლექტიური იქნება და შეისმენდა კიდეც სიმართლე გითხრათ ამას რომ აბობ ცოტა ეჭვიეპარება მაგრამ მაინც მე უნდა გადავახტე ამ შიო მუჯირის შიო მესამის ბოლო მონაკვეთს ყოველ შემთხვევაში გამოვტოვო, მაგრამ აი ამას კი ვერ გამოვტოვებ და უნდა გამოვტოვო, იმიტომ რომ მე უკვე სხვა აკი გითხარით სხვა სამხობლო პირის სტატუსი უნდა ჩაგიკითხოთ პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე და დაგანახოთ რეალური შეპირისპირება ამ უმაღლეს იერარქსა და მეორე ძალიან მაღალ იერარქს შორის შეპირისპირება მიუხედავად იმისა რომ ამას არ გაგვიმხელენ ამას საჯაროდ თუ გკითხავ ერთის და მეორეს უარყოფს მაგრამ ეს შეპირისპირება თვალნათელია ყოველ შემთხვევაში დაკვე ადამიანებისთვის რომლებიც აკვირდებიან პროცესს აგე შემომხვდა შიო მესამის ეს საჯარო სიტყვა და იქვე მალევე შემომხვდა მეორე პირის საჯარო სტატუსი მაგრამ ჯერ სწორედაც რომ ის მონაკვეთია საინტერესო როდესაც შიო მესამე პატრიარქი ამახვილებს ყურადღებას კანონმდებლობაზე და ამოვიწეროთ თქვენც ამოვიწერეთ მე გირჩევთ ამოვიწეროთ რას ამბობს შიო მესამე რომელიც დაიცავს ოჯახს ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან იდეოლოგიისგან აი ესეც მავნე კანონი კურა მაჭარაშვილია ხო ან ზარქუას ისე მოუწოდებს თუ გამკაცრე კანონიო რომ მავნე გენდერული თეორიებისაგან თუ რაღაცისაგან კიდევ დაიცავს ჩვენს ხალხს კანონი ვერ დაიცავს მაგრამ მე არ მინდა პაიზამაის მოპასუხის როლში გამოვიდე ახლა და პატრიარქ შევეს პასუხო შევეკაბათო მით უფრო ხა ეს არ არის საჯარო დისკუსია და საჯარო დისკუსიაში ცხადდება პატრიარქი არ მოვა მაგრამ ეს განცხადება არის მორიგ ჯერზე ჯვრების თუ ავისი ფიწლის თუ ხელჯოხების აღების საფუძველი შეიძლება გახდეს და საქმეულია კანონმდებელს უბიძგებს პარლამენტად წოდებულ ბანდიტებს პარლამენტარიად წოდებულ ბანდიტებს უბიძგებს რომ კიდევ უფრო მეტად გაამკაცროს კი არა კიდევ უფრო არაადეკვატური კანონები მიიღოს დაშორებული ევროპულ კანონმდებლობასთან და ადამიანობასთანაც კი მწყრალად მყოფი კანონმდებლობა მწყრალად არსებული კანონმდებლობა აში დაობაცია კი დაიმსახურა უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ არამედ პირიქით უნდა გავაძლიეროთ და გავამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების ოჯახი ეს არის საწინდარი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის არა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი არის გამარჯვება ქართული ხალხის გამარჯვება თუ უნებას მომცემთ ასე ვიტყვი რა კი არ უნდა შევარბილოთო ეს კანონი და გავაუქმოთო ამგვარი კანონები პირიქით უნდა გავამკაცროთო აი ეს სიტყვა გამკაცრება და იმახსოვრეთ და ახლა მე წაგიკითხავთ სხვა სამხდლო პირის საჯარო სტატუსს თავიდან ბოლომდე წავიკითხავ თუ არა სიმართლე გითხრათ არ ვიცი არ გადამიწყვეტავს მაგრამ მაინც ვეცდები კი და აი გადმოვახტები და იქამდეც კი მივალ და კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს არის რეალურად დაპირისპირება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ორ მნიშვნელოვან სამხდლო პირს შორის versus შიო და versus და გვეგეთყვით ახლა უკვე გაგიფხილთ ვინც არის ამ სტატუსის საჯარო სტატუსის ავტორი ამ სიტყვების ავტორი რომელსაც რისხვა დაატყდება რასაკვირველია თავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კი არა ხო ვიცი ტროლების მხრიდან აიგდებენ გააშავებენ უცნობები ყოველ მეორე უცნობს და ყოველ მესამე ნაცნობს არ დაეზარება მისი განკითხება ამ სიტყვების ავტორისა თუ შეამჩნევენ რასაკვირველია ამ შეპირისპირება და პირისპირებას ეტყვიან როგორ გაბედე პატრიარქ შიო მესამის წინააღმდეგ წასვლა ისიც ხომ ილია მეორის არ იყოს უკვე თითქმის წმინდანიაო არა შიო თითქმის წმინდანიც არ არის ილია მეორე კი თითქმის წმინდანი არის დღეები თუ კვირეები გვაშორებს როდესაც შიო მესამის თაოსნობით თუ თავკაცობით მოხდება კანონიზაცია პატრიარქ ილია მეორისა ეხლა წავუსმინოთ კი რა გადაგკითხოთ ამავისდა მე თქვა რომ ზენონი არაჯული არის ამ სიტყვების ავტორი ოჯახი იწყება იქ სადაც მეუღლეთა სიყვარულში ორი ადამიანის სიცოცხლე ერთ სულიერ გზად და ხვედრად იქცევა სადაც დედის ხმა და ლოცვა შვილს შორ გზებში თან მიხვება მამის დუმილში სიყვარული პასუხისმგებლობად
სუნთქავს, ხოლო დედმამისშვილობაში ერთგულება ერთმანეთის ტკივილის ტარების ძალად გარდაიქმნება. ქართულ ცნობიერებასა და კულტურაში ოჯახი მხოლოდ სისხლით დაკავშირებული ერთობა არასოდეს ყოფილა. იგი აღიქმებოდა როგორც სიყვარულის, მსხვერპლის, მეხსიერებისა და ადამიანური თანადგომის სულიერი კავშირი, რომელშიც ქართველი ერის ეთნიკური სახე შინაგანი ღირსება და ისტორიული სული აისახება. მე არ მგონია, რომ ქართული ოცნების ან თუნდაც ასე ვიტყვი შიომუჯირისა და ქართული ოცნების იმავდროულად მომხრე ამ სიტყვებს არ ეთანხმებოდეს რომელიმე ერთი მომხრე. მოკლედ ყველაფერი რაც თქვა აქამდე ყოველ შემთხვევაში ზენონი არაჯულმა ყველაფერი სწორია, ასეა. მე მინდა რომ დამიდასტუროთ თქვენსავე კომენტარებში რომ ასეა, თუმცა გაქვთ სრული უფლება რომ აღარ დაეთანხმოთ ზენონი არაჯულს უკვე შემდგომ სიტყვებში მე შემდგომ სიტყვებშიც ვეთანხმები რაღა დაგიმალოთ და ქრისტიანული გაგებით ბრძანებს ზენონი ოჯახი არის ის სულიერი სივრცე, სადაც ადამიანი პირველად სწავლობს ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის მნიშვნელობას, სიყვარულს, ერთგულებას და თავისუფლების საზრისს. ხოდაშორის ეს ძალიან საინტერესო პასაჟია თავისუფლების საზრისი. პატრიარქ შიოს არჩევიდან თუ ინტრონიზაციიდან მოსახლეობის პერიოდშიც ასე ვიტყვი, მაგრამ არჩევიდან და ინტრონიზაციიდან მით უფრო და ამას დავაკვირდი საგანგებოდ თავისუფლება როგორც ასეთი პრაქტიკულად არც ერთხელ არ უხსენები არა და უმნიშვნელოვანესი ღირებულებათა იერარქიაში თავისუფლება, ქვეყნისა თავისუფლება, პიროვნებისა, ესეც უნდა ვიცოდეთ. იმას რომ ადამიანის ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის არსებობა არ არის, არამედ სხვისი ტკივილის გაზიარება, თანაზიარობა, ხო? თანატკივილი, მოიგოთ ეს სიტყვა, სხვისი შვილების დაცვა და ერთმანეთის სიცოცხლის მოფრთხილება, სხვისი შვილების დაცვა. მე არ მგონია რომ ზენონი მაინც და მაინც ზენონი არაჯული ეპისკოპოსი აინც და მაინც გულისხმობდეს სხვისი შვილების დაცვაში დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს. არ მგონია გულახდილად გეტყვით, მაგრამ შეიძლება ეს ფიქრი ამისკენ ფიქრიც კი წაგივიდეს. კაც ახსენებს რა სხვის შვილებს, სხვაშორის შიოს ნაცვლად იმისა, რომ ესაუბრა ამ სხვა ერების შემოსვლაზე, რასაც მისივე მომხრეები და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ბნელი მომხრეები მონათლავენ და წარმოთქვამენ ამ ზნას ესე შემოთესლებას, უკაცრავად სიტყვისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში საბოდიშოც რა არის, ამისკენ წაიყვანენ, ამ ზნას მოიშველიებენ ბნელი მომხრეები. უმალ სჯობდა რომ შიო პატრიარქ შიოს ესაუბრა სწორედაც რომ ბავშვებზე, იმიტომ რომ მოლოდინი ჩვენ ყველას გქონდა და გვაქვს, რომ შიო იტყვი. შეიძლება თქვა კიდეც, უბრალოდ რუსთავი ორის ის ფრაგმენტი ვნახე შემოვხვდა, რომელიც გაგიზიარეთ და თუ თქვა, ხო ბოდიშებ, მაგრამ თუ არ თქვა, აი შიოს ან სამღვდელო პირებს ელოდებიან, ახლა უკვე 7 საათი ხდება, ახლა უკვე მიმდინარეობს აქცია ამ ადამიანებისა, ამ ბავშვების მშობლებისა რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც შიო არ ვიცი და სხვა ხელისუფლების საერო ხელისუფლების წარმომადგენლები ნამდვილად უთუოდ იმყოფებოდნენ და ახლა ისინი რესტორანში ილხენენ და ამბობენ გაუმარჯოს ჩვენ შვილებს, ოღონდ დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს ისინი სულაც არ გულისხმობენ, იმიტომ რომ ისინი შემოავიწყდა. მე გამექცა ახლა სიტყვა გიბოდიშეთ, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და მხოლოდ ამიტომ მივეცი საკუთარ თავს ამის თქმის უფლება გაარვაქცოთ ზენონი არაჯულის სტატუსის კითხვა. ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე მხოლოდ დეკლარაციებით და ფორმალური აღიარებით არ განისაზღვრება. ჩოურტყაო ესე რომ ამბობენ ზენონმა ჩემი აზრით შიოს და არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას. გახსოვთ შიომ ბრძანა პატრიარქმა შიომ რომ უნდა გავამკაცროთ კანონები ოჯახის სიმტკიცე მხოლოდ დეკლარაციებით, ანუ კანონებით და ფორმალური აღიარებით, ანუ აღიარებ რომ ოჯახი უნდა იყოს კაცი, მაგრამ მე ხელს ჩამოვდებ რომელიმე ნაშის უკაცრავად ზარქუასავით ნაშას ჩამოსდო, ხო, ზარქუას მსგავსად ჩამოვდებ რომელიმე ნაშის მხარზე ჩემს სტორს და მე უკვე ვილაპარაკებ ოჯახის სიწმინდეზე. ხმამ ახლა არც ერთია ოჯახის სიწმინდე და არც მეორე, თუმცა ზარქუა დარწმუნებული ვარ იქ იმყოფებოდა. სწორს ბრძანებს ზენონი არაჯული, მე მგონი ქართული ოცნების მომხრეებიც და მეთანხმებით ამაში კონკრეტულად ზარქუას არ ასახელებს, მაგრამ ვინც ის და ამისკენაც წავიდა ფიქრი ეპისკოპოსს. აღიარებით არ განისაზღვრება, იგი იწყება იქ, სადაც დაცული ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისათვის აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობა. ეკონომიკურ სტაბილურობაზე, სოციალურ სტაბილურობაზე პატრიარქ სამწუხაროდ არაფერი უთქვამს. და კვლავ მიმეორებ იმისთვის, რომ ჩვენ
თუ მაინც და მაინც ასე უნდა ვთქვა, გავმრავლდეთ, ანუ სექსი გქონდეს ხშირად, ამისთვის სტაბილურობა, ოჯახის სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობა და რაც თავარია ღირსების შენარჩუნება და კიდევ რაღაცა პერსპექტივის დაგეგმა, ცხოვრების დაგეგმა, სტაბილური გარემო, ხო? ზოგადად სამსახურეობრივი მათ შორის გარდაულად აუცილებელია თუ ყოველ მეორე ახალგაზრდას გონია რომ სამსახურიდან გამოვაგდებს სახელმწიფო სტრუქტურა ან კერძო სტრუქტურა და ის თვეების და წლების განმავლობაში იქნება უმუშევარი, ის ვერ ფიქრობს პატრიარქ შიო მესამეს კი არ მოსწორეთ მაინც და მაინც, მაგრამ ვერ ფიქრობს გამრავლებაზე და ეს არის ესე და მეცაც გეტყვით არა მარტო ვერ ფიქრობს, არამედ ერთი სულიერ როდის გაიქცეს ამ ქვეყნიდან სადაც უსამართლოდ დაადგეს დაფნა პირებს, რადგან ღირსება ორპირობის იქ სადაც ღირსება ორპირობის იქ ძათვისება თაღა შექსპირი კი არ მახსენია მაინც და მაინც თამუკაშვილისეული თარგმანი 66 სოეტისა, მაგრამ კარგად მინდა აღვხსნა, ვერ გამრავლდება ქართველი ერი, უხეშად ვიტყვი, არა მხოლოდ იმის გამო რომ უსექსობა გვჭირს როგორც ასეთი, არამედ იმის უსექსობა სხვაშორის ბევრი მიზეზის გამო გვჭირს და მათ შორის ეკლესიაში მიღებული დამკვიდრებული რაღაც დოგმატური ფსევდოდოგმატური დამუნათებითი დოგმატური პოზიციებისა და მიდგომების გამო სამღვდლო პირებისა. ეს ერთი ამბავია, მაგრამ ვერ გამრავლდება კიდევ იმიტომ, რომ სტაბილურობის განცდა როგორც ასეთი არ არის ამ ბანდიტური ხელისუფლების პირობებში და ამაზე უნდა გაემახვილები და ყურადღება უწმინდესსა და უნიტარესშიო. მესამეს ეკონომიკური სტაბილურობა უბრძანებს ზენონი არაჯულია იქ, სადაც საზოგადოებრივ სივრცეში არსებობს შიში, ძალადობა, უსამართლობა პრინციპში იგივეს ამბობს და უკეთაც ვიდრე წარმოვთქვი მე სიღარიბე და მუდმივი დაპირისპირდება ზიანდება არა მხოლოდ ადამიანის შინაგანი სამყარო, არამედ თავად ოჯახური ერთობაც და ამიტომაც არის თუ ახალგაზრდა ოჯახები ინგრევა შიში, ძალადობა, უსამართლობა და იმიტომ თავად ოჯახური ერთობაც. ამიტომ ოჯახის დაცვა ქრისტიანული გაგებით ნიშნავს არა მხოლოდ ტრადიციის სიტყვიერ აღიარებას, ტრადიცია 17 მაისისა ახლა დამკვიდრებული სხვათა შორის ეგრა მაგის პასუხია. არამედ ისეთი საზოგადოებრივი გარემოს შექმნას, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს ღირსებით, კი ბოდიშებ ჩემი მცირედი ავადობის გამო, თავისუფლებით, ნდობით და მშვიდობით. აი ხა წავლები უნდა ვიყიდო და ახლით 50 ლარი უნდა გადავიხადო იმაში, რაშიც გადავიხდი გერმანიაში ასე მაგალითად თუ ავსტრიაში დაახლოებით 10 ლარს ჩვენ კარგი 15 ლარს ჩვენი კურსით 5 ევროს 10 ევროს მაქსიმუმ ან 30 ლარს ეს სულ მაქსიმუმი ომებით. აქ უნდა გადავიხადო 50-60 ლარი. და როგორ დაიგეგმოს ხ ჩემს ოჯახის გამრავლებაზე კი არ ვლაპარაკობთ მაინც და მაინც, მაგრამ ამგვარი მდგომარეობაშია საზოგადოების მნიშვნელოვანი, მათ შორის ახლად დაოჯახებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მე ვიცნობ ჩემი შვილის მეგობრებს, რომლებიც უბრალოდ არ ვერ გადაუწყვეტიათ, იყოლიან თუ არა შვილი, იმიტომ რომ მათ არ აქვთ სოციალური დაცვა. იმიტომ კი არა რაღაც ამას ვერ გზნობენ პასუხისმგებლობას, ოღონდ პასუხისმგებლობას რაღაც საკუთარი თავის წინაშე. კი გზნობენ, მაგრამ ხანდახან იმ ოჯახებს, იმ ახალგაზრდებს ხანდახან აი ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მისასვლელი ფულის კი არ აქვთ. ამ გარემოში როცა კახაკალაძეს კონკრეტულად ანიაკის არქუას უფრო კონკრეტულად დაადგეს უსამართლოდ დაფნის გვირგვინი ამ ქვეყანაში. კარგით, მე მიგზელდება სიტყვა და ძალიან საინტერესო სიტყვებს წარმოთქვამს და ძალიან ვრცელი სტატუსია. მოკლედ არსებობს შიში, ძალადობა. ადამიანის ჭეშმარიტი გარდაქმნა ვერ მიიღწევა მხოლოდ იძულებით, ბრძანებს ზენონი არაჯული, სამართლებრივი ზეწოლითა და ძალაუფლებრივი კონტროლით. ეკლესიის სულიერი გამოცდილება ადამიანს განიხილავს არა როგორც ძალით გამოსასწორებელ ობიექტს, არამედ როგორც თავისუფალი ნების, სინდისა, თვითშეგნების მქონე პიროვნებას. აი შიომ რაც თქვა, იქ დათრგუნა თავისუფალი ნება. რაც ზენონმა თქვა, იქ ცოტა წინ წამოწეულია. თავისუფალი ნება, სინდისი, თვითშეგნება როგორც ასეთი. რომლის შინაგანი გადახლება ხდება გაცნობიერებით. დიახ, უნდა გავიცნობიეროთ. კი არ უნდა გვაიზოლოს, რამე კანონი კი არ უნდა შემოიღოს, გენდერული თანასწორობა. არასწორია რაღაცა კანონები გაამკაცრეთ, ამას ამბობს პატრიარქი შიო მესამე. არა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ თავისუფალი თანხმობა, თავისუფალი ნება. ჭეშმარიტებასთან ნებაყოფილობითი თანაზიარება უნდა იყოს. პატრისტიკული აზროვნება მკაფიოდ განასხვავებს გარეგან მორჩილებასა და შინაგან განლაგებას. კანონს შეუძლია შეზღუდოს ქმედება და შექმნას
ფორმალური წესრიგი, მაგრამ ვერ გარდაქმნის ადამიანის ბუნებას. ნახეთ, აქაც ზენონი უკვე ახსენებს კანონს, მაშინ როცა შიო ითხოვს კანონის გამკაცრებას, ზენონი ამბობს შემდეგს: კანონს შეუძლია შეზღუდოს ქმედება და შექმნას ფორმალური წესრიგი. ანუ რაღაცა შთაბეჭდილებას დაგვრჩება, რომ ჩვენ რაღაც კანონის მიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მაგრამ ვერ გარდაქმნის ადამიანის ბუნებას, ვერ განწმენს ცნობიერებას და ვერ შობს ჭეშმარიტ სულიერ თავისუფლებას. ამიტომ ადამიანის არსობრივი შეცვლა იწყება არა შიშით და იძულებით, რომ ეხა კანონს მივიღებ დაგჭი, ახვალ ციხეში. არამედ სინდისით, თვითშემეცნებითა და თავისუფლად გაცნობიერებული ჭეშმარიტებით. 25 წუთი ამოიზურა. აღმოსავლური ქრისტიანული ტრადიცია განსაკუთრებით მნიშვნელობას ანიჭებს შინაგან თავისუფლებას, უკვე მე რამდენად ხმარობს ამ სიტყვას ზენონ იარაჯული. რადგან ქრისტიანული გაგებით ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ იქცევა სიცოცხლის ნაწილად, როდესაც იგი თავისუფლად არის მიღებული და შინაგანად გააზრებული. ამგვარად, პირე გადავახტი კიდევ ზენონ იარაჯულის სეული განმარტებით თუ გააზრებით, ქრისტიანულ აზროვნებაში მკაფიო განსხვავება არსებობს კანონსა და მადლს, გარეგან მორჩილებასა და შინაგან გარდაქმნას, შიშით დამორჩილებასა და სიყვარულით შეცვლას შორის, რადგან ძალას შეუძლია მხოლოდ ქმედების შეზღუდვა, ხოლო სიყვარულითა და ჭეშმარიტებით მიღებულ ცნობიერებას თავად ადამიანის შეცვლა. მე უნდა დავარქვა თუ არა ამ ვიდეო ბლოგს კათალიკოსი შიო versus ეპისკოპოსი ზენონი სიმართლე გითხრათ არ ვიცი. შემიძლია მოხსნა ეს ტიტულები მათი კათალიკოსი ეპისკოპოსი შიო versus ზენონი, ესე უნდა დავარქვა. ასე რომ დავარქვა, მე არ ვიცი არ გადაიწყვიტავს გულახსნად გეტყვით, მაგრამ ასე რომ დავარქვა, ალბათ მეტი და მეტი მაყურებელი იქნება, მეყოლება და მე მჭირდება მეტი და მეტი მაყურებელი რაღა დაგიბალოთ და მაგრამ შესაძლოა გადავიფიქრო კიდეც და სხვა headline-ი, ასე რომ ამბობენ ხოლმე, სხვა სათაური დავაწერო ამ ჩემს ვიდეო ბლოგს. არ ვიცი ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება, ის კი ვიცი, რომ რაც შიომ ბრძანა, ეჩხუბებით ახლა ტროლები, მაგრამ შიომ რაც ბრძანა, შეიძლება ეს იყოს სათაური. ბრძანა სიბნელე. მეტი არაფერი. ახეთ როგორ ჭექარი გამოვიდა. მეტი არაფერი. ხო, ესე